მოგესალმებით, ჩემო კარგებო. ჩვენი შემდეგი სასაუბრო თემა ასეთი გახლავთ. რა ფორმებით ვლინდება ხელოვნებაში კომიკური? კომიკურის მკვლევართა წინაშე მდგარი ამოცანებიდან ერთ-ერთი ყველაზე რთული ეს არის კომიკურთან დაკავშირებული ყველა ცნების დაზუსტება და მოწესრიგება და კომიკურის ცალკეულ ფორმათა კლასიფიკაცია. ეს სიძნელე აღმოცენდება არა მხოლოდ კომიკურის ასპექტების სიმრავლისა და მის მოდიფიკაციათა მრავალფეროვნების გამო, არამედ აგრეთვე ტერმინოლოგიის იმ ქაოსთან დაკავშირებითაც, რომელიც ცნებათა არაერთმნიშვნელოვნებამ წარმოშვა. ამ საკითხთან დაკავშირებით მოსე კაგანი ესთეტიკის ლექციების კურსში მას შემდეგ, რაც ერთმანეთისაგან განასხვავა კომიკური ცხოვრებაში და კომიკური ხელოვნებაში, წერს, ციტატა: კომიკურის ძირითად ფორმათა სხვაგვარი კლასიფიკაცია ერთნაირად ეხება როგორც რეალურ, ისე მხატვრულ კომიკურს. ამ შემთხვევაში მათი კლასიფიკაცია ხდება იმის გათვალისწინებით, თუ როგორ გამოიკვეთება კომიკურის თითოეულ ფორმაში რეალობის ესთეტიკური კრიტიკის ობიექტური და სუბიექტური ზომა. ობიექტური ზომა უარყოფითი მოვლენის, იდეალთან შეუსაბამობის გამომხატველია. სუბიექტური გამოხატავს უარყოფის ხასიათს. თუ მაგალითად გონებამახვილობის ფორმებს, ხუმრობასა და სარკაზმს ერთმანეთს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ხუმრობის ობიექტი არსებითად დადებითი ადამიანის სისუსტეები და მცირე ნაკლოვანებებია. ესე იგი, ისეთი თვისებებია, რომლებიც იდეალს არ შეესაბამებიან, ხოლო სარკაზმი ადამიანის სიმდაბლესა და უზნეობას, ესე იგი, იმას უარყოფს, რაც უპირისპირდება, ემუქრება, საშიშია იდეალისათვის. აქედან გამომდინარეობს, განაგრძობს კაგანი, ხუმრობისა და სარკაზმის სუბიექტური განსხვავებაც. პირველი, ჩვეულებრივ მეგობრულია და გულთბილი, იგი შეიძლება მხიარულიც იყოს და ნაღვლიანიც, მაგრამ ყოველთვის უწყინარია და უბოროტო. განსხვავებით არამეგობრული, გესლიანი და გამანადგურებელი სარკაზმისაგან. ციტატის დასასრული. კაგანის აზრით, ანალოგიური განსხვავებაა ხელოვნებისეული კომიკურის ძირითად ფორმებს, იუმორსა და სატირას შორისაც. ამასთანავე, იუმორი და სატირა ისევე, როგორც ხუმრობა და სარკაზმი, კომიკურის განსხვავებულ ფორმათა ფართო სპექტრის მხოლოდ უკიდურესი პოლუსებია, რომელთა შორისაც განლაგებულია მთელი რიგი გარდამავალი და შერეული ფორმები. თუმცა ამ ფორმებს კაგანი არათუ არ ახასიათებს, არამედ არც ასახელებს. იუმორისა და სატირის საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ კაგანი დასცემს, რომ სახვით ხელოვნებაში, კერძოდ გრაფიკაში, ადამიანის იუმორისტულ გამოსახვას მეგობრული შარჟი ეწოდება, ხოლო სატირულს კარიკატურა. მაშასადამე, კაგანი კომიკურის ცალკეულ ფორმათა კლასიფიკაციას არსებული კრიტიკის ინტენსიობის საფუძველზე აწარმოებს. იმ მკვლევარებთან, რომლებიც კომიკურის ფორმებზე მუშაობენ, შეიძლება აღმოვაჩინოთ რამდენიმე პრინციპულად განსხვავებული მიდგომა. არაერთ მათგანზე, კერძოდ კაგანის მიდგომაზე, უკვე იყო ლაპარაკი, კაგანისეულ კლასიფიკაციაზე უფრო თამამ, მაგრამ უფრო სადაო ცდას მსგავსი კლასიფიკაციისა ხვდებით ჯეიმს ფეიბლმენის ნაშრომში ქება კომედიისა, რომელიც მოიცავს კომიკურის ყველა ფორმას კრიტიკული საწყისის ინტენსიობის თანახმად. ჩვეულებრივი მხიარულებიდან დაცინვამდე შუალედში განლაგებულია იუმორი, ირონია, სატირა, სარკაზმი და ხუმრობა. მაგრამ
კლასიფიკაციაში გაუგებარია, რატომ ითვლება ხუმრობა უფრო კრიტიკულ ფორმად, ვიდრე სარკაზმი და სატირა. არიან თეორეტიკოსები, რომლებიც კომიკურის განსხვავებულ ფორმათა დახასიათებისას უხვად იყენებენ ამა თუ იმ ტერმინს, მაგრამ უარს ამბობენ მათს კლასიფიკაციასა და კომიკურის რაღაც ერთიანი მოდელის აგებაზე. სხვა მიდგომა იმაში მდგომარეობს, იმაში გამოიხატება, რომ გამოიყოს კომიკურის მთავარი სახეები იმ სფეროებთან დაკავშირებით, რომლებშიც ჩვენ მათ ხვდებით. ასეა ბერგსონთან, სადაც კომიკურის ძირითად ფორმებად ჩათვლილია კომიკური სიტუაციები, კომიკური მეტყველება და კომიკური ხასიათი. კომიკური მეტყველება და კომიკური ხასიათი აქ ბუნებრივად გვიჩენს ეჭვს. ამოსწურავს კი ეს კლასიფიკაცია ცნებათა მოცულობას, ან განვითარებულია კი იგი სრულად. სხვა მიდგომა კლასიფიკაციის კრიტერიუმს ხედავს თვით კომიკური ფენომენის სტრუქტურაში, ანუ მისი შექმნის ხერხში. და ბოლოს არსებობს კიდევ ერთი მიდგომა, რომლის მიხედვითაც კომიკურის ფორმები განლაგებულია ერთგვაროვნების ან არაერთგვაროვნების მიხედვით. ამგვარი შეხედულება დამახასიათებელია იმ თეორეტიკოსთათვის, რომლებიც განასხვავებენ ერთის მხრივ კომიკურის ელემენტარულ ფორმებს და მეორე მხრივ კი რთულ ფორმებს. იმის და მიუხედავად, შემოგარებო, ვეთანხმები თუ არა ხსენებულ კლასიფიკაციათაგან რომელიმეს, ვფიქრობ ერთი რამ უეჭველია. კომიკურის ფორმათა კლასიფიკაცია, როგორც ჩანს, შემდეგ მოთხოვნებს უნდა უპასუხებდეს. მიაქციეთ ყურადღება. პირველი, მან უნდა მოაწესრიგოს და დააზუსტოს ხელოვნებაში კომიკურის გამოვლენის მთელი კომპლექსი. განსაზღვროს თითოეული ფორმის მოქმედების სფერო, ურთიერთობათა სიბრტყე და საფეხური მის იერარქიულ თუ სუბორდინაციულ კლასიფიკაციაში იმის გათვალისწინებით, რომ თავიდან იქნას აცილებული ერთ დონეზე და ერთ სიბრტყეზე იმ ცნებათა განხილვა, რომლებიც განსაზღვრავენ განსხვავებული დონისა და სიბრტყის მოვლენებს. მეორე, მან უნდა გამოაცალკევოს ხელოვნებისეული კომიკურის მთავარი ფორმები, რომლებშიც ვლინდება სამყაროზე შემოქმედის თვალსაზრისი, გამოყოს ისინი იმ ფორმათაგან, რომლებიც წარმოადგენენ მხოლოდ და მხოლოდ გამომსახველობით საშუალებებს, ხერხებს, რომელთაც სრულიად განსხვავებულ მიმართულებათა შემოქმედებაში იყენებენ და ადასტურებენ კომიკურის ფენომენის სტრუქტურას. მესამე, მან უნდა გაითვალისწინოს როგორც კომიკურის ფორმათა სირთულის ხარისხი, ასევე მათში ჩაქსოვილი კრიტიციზმის ზომა. რამდენადაც ჩვენს ამოცანას კომიკურის მხოლოდ იმ ფორმათა ანალიზი შეადგენს, რომლებიც ხელოვნებაში ხორციელდებიან და რადგანაც ზემოთ განხილულ კლასიფიკაციათაგან ჩემს მოთხოვნებს ყველაზე უკეთ კაგანისეული კონცეფცია უპასუხებს, ამიტომ მოცემულ შემთხვევაში შემოვიფარგლოთ კომიკურის გამოვლენის ისეთი უდაო ხერხებით, როგორებიცაა იუმორი, სატირა, გროტესკი, პაროდია. ირონიაზე, როგორც კომიკურის განსაკუთრებულ ფორმაზე, როგორც ხელოვნებაში კომიკურის სხვა ფორმათა გამოხატვის საფუძველზე, მე სპეციალური საუბარი უფრო ადრე მექნება. კომიკურის პრობლემის პოლონელი მკვლევარი ბოგდან ძემიდოკი სამართლიანად აღნიშნავს. საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ გავარჩიოთ სატირული კომიზმი იუმორისტული კომიზმისაგან, კომიკურის ფორმათა კლასიფიკაციის საკვანძო საკითხია. ამ საკითხის გადაწყვეტა ორგვარი გზით შეიძლება. პირველი გზისათვის
ამოსავალი შეიძლება იყოს სემანტიკური ანალიზი, შერწყმული მნიშვნელოვანი თეორიული ტერმინების მოწესრიგების ცდასთან, რომლებიც სულ სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარებიან. მეორე გზა მდგომარეობს კომიკურის ფორმათა კლასიფიკაციის კრიტერიუმთა დაზუსტებაში და მათ პრაქტიკულ გამოყენებაში. პირველი გზა ნაკლებ პერსპექტიულია უკვე ხსენებული ტერმინოლოგიური ქაოსის გამო, რომელსაც კომიკურის თეორიაში აქვს ადგილი. ეს მიდგომა მრავალ მნიშვნელოვან ცნებებში გზაკვალის აბნევის რისკს ქმნის. ამიტომ მიზანშეწონილი იქნება მეორე გზას დავადგეთ. ამოსავალ წერტილს ამ გზაზე ორი პრობლემის გადაჭრა უნდა წარმოადგენდეს. პირველი, არის თუ არა საკმარისად მოტივირებული კომიკურის დაყოფა უბრალო, ელემენტარულ, წმინდა ერთის მხრივ და არაერთგვაროვან, რთულ ფორმებად მეორეს მხრივ. მეორე, დაკავშირებულია თუ არა კომიკური არმოწონების, გაკიცხვის, უარყოფის, თავისებური სახის კრიტიკის გამოხატვასთან. ყოველთვის იწვევს თუ არა ეს ინდივიდის დეგრადაციას, მის დამცირებას. არის თუ არა კომიკურით აღმოცენებული სიცილი, ყოველთვის ანტიპათიის, მტრობის გამოხატულება.